ივანიშვილი მისი ერთგული კადრების წინააღმდეგ, ღარიბაშვილის შემდეგ რიგში ლილუაშვილი და ფარცხლაძე არიან. ორგზის პრემიერს, რომელსაც მილიონობით დოლარის უკანონო შემოსავლის მიღება ლეგალიზაცია აღიარებინეს, ჯერჯერობით არაკავებენ, თუმცა მილიონი ლარის გირაოს გადახდას თხოვენ. ღარიბაშვილის სასამართლო პროცესზე დღეს არ მისულა მისი არც ერთი მხარდამჭერი ან ნათესავი. სხდომას მხოლოდ ის ჟურნალისტები ესწრებოდნენ, რომელთა ნაწილს ექს-პრემიერმა რამდენიმე კვირის წინ საცოდავები უწოდა. პროკურორის ინფორმაციით გაგრძელდება ღარიბაშვილის ნათესავების გამოკითხვაც. მილიონობით დოლარის უკანონო შემოსავლის მიღებაში ბრალდებულ ექს-პრემიერს გირაოს უფარდებენ, პარალელურად კი იმავე სასამართლოში პროევროპული აქციების მონაწილეებს, ჟურნალისტებს უალტერნატივო პატიმრობაში უშვებენ. დღეს რუსთაველის პროტესტის მონაწილე 20-მდე პირი დააკავეს, ნაწილ მათგანს უკვე პატიმრობა შეეფარდა. სანქცირებულმა მოსამართლემ 5 დღით გაუშვა იზოლატორში ჟურნალისტი ლიკა ბასილაია შალგულიძე. ოცნების მიერ მიღებული კანონებით საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება ევროკავშირის წევრი გახდეს, ამბობს ევროკავშირის ელჩი. პაվել ჰერჩინსკის თქმით, ოცნების ქმედებები ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ლონდონში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მიერ დაქირავებული ბანდა დააპატიმრეს. მათ ცეცხლი წაუკვიდეს საწყობს, სადაც უკრაინისთვის გადასაცემი ჰუმანიტარული დახმარება და სტარლინკის სატელიტური აღჭურვილობა ინახებოდა.